დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და როგორც უთხარით უკვე ჩვენს ტელემაყურებლებს, ყოველი თვის მეორე პარასკევს დგება ევროპის დრო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დილის გადაცემის ეთერში და ვსაუბრობთ იმ მნიშვნელოვან თემებზე, რაც ევროინტეგრაციას უკავშირდება. რა თქმა უნდა, ამ თემას წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. დღეს ვისაუბრებთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, ეს გახლავთ სურსათის უვნებლობა, რომელიც შედის იმ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებაში, რომელიც დავიდო ვილნიუსის სამიტზე. ამ თემასთან დაკავშირებით, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით და რამდენად ევნდობა ქართველი მომხმარებელი იმ სურსათს, რომელსაც იყენებს, სიუჟეტი მოგვიმზადა ანო მეზრუშულმა და ნახოთ შემდეგ უკვე სტუმრებთან ერთად დაგიბრუნდებით. რა სიტუაციაა დღეს ქართულ ბაზარზე? რამდენად ენდობა მოსახლეობა პროდუქტის ხარისხს? ჩვენი ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდეს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ამ მხრივ სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაა. დარღვევები რომ ხშირად ხდება, ეს ყველამ ვიცით, ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ მოსახლეობა აღარ ენდობა პროდუქტს, რომელსაც ყოველდღიურად ყიდულობს. არ არის სანდო, იმიტომ რომ რაღაც ეჭვები შემეპარა, ესეთი ინფორმაციები გადის, მაგალითად რძის პროდუქტს აწერია, რომ მცენარე უცხიმს შეიცავს და უკვე ეჭვი შემეპარა, რომ მგონია რომ ბავშვს ვაჭმევ თქვათ ხაჭოს ნატურალურს, ნუ იქ ხაჭო არ არის, ნაკლებია რძის შემცველობა და არის მცენარეული ცხიმები და ასე უკვე მეპარება ყველაფერში ეჭვი. ვერ ვენდობით. რატომ? იმიტომ რომ უმეტესობა შემოტანილია და დაბალი ხარისხის. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თავისთავად გულისხმობს გარკვეული სტანდარტების დაცვას. სურსათის უვნებლობის კონტროლი ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. კაცრად არის განსაზღვრული იგივე პარამეტრები განსაზღვრულია, რა თქმა უნდა, ხა ჩვენ პოსტსაბჭოური სივრცე ვართ. თვითონაც ვერ გაგვიკვირია რა გვინდა და ამას გვეჭირდება. ეს არის კონკრეტული პროდუქტები, რომელიც მომხმარებელთა თხოვნით შევიძინეთ იმ მაღაზიებში, რაც მომხმარებელმა მიგვითითა. პროდუქტის ხარისხის შემოწმების თხოვნით მომხმარებელი ჯიზზე ათასობით განცხადება იგზავნება. მითითებული სასურსათე ნაწარმი სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრს ლაბორატორიაში მიაქვს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს აცნობს. დარღვევები საკმაოდ ხშირია, სამწუხაროდ ასე ვთქვათ, მაღაზიის დონეზე ყველა დარღვევის აღმოჩენა ძალიან რთულია, იმიტომ რომ ამისთვის საჭიროა ძალიან ძლიერი ლაბორატორიული ბაზა, რაც საქართველოს არ აქვს. ამდენად თუ არ გაძლიერდა ლაბორატორიული ბაზა, მაღაზიის დონეზე შემოწმებების ჩატარება საკმაოდ რთული იქნება. მართალია სურსათის უვნებლობის მხრივ საქართველოში არც თუ სახარბიელო მდგომარეობაა, მაგრამ ამ პრობლემის გამოსასწორებლად გარკვეული ნაბიჯები აქტიურად იდგმება. ცოტა ხნის წინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე სუპერმარკეტიდან სუფრის მარილის სინჯი აიღო. ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ ირანული წარმოშობის მარილში დიდი რაოდენობით ტყვიის, ვერცხლის წყლისა და დარიშხანის შემცველობა იყო. ასევე აქტიურად უტარდება შემოწმება სწრაფი კვების ობიექტებსა და საშაურმეებს. ცოტა ხნის წინ მოსახლეობის ინტოქსიკაციის გამო ერთ-ერთი საშაურმე დაჯარიმდა და ლაბორატორიაში კვლევისთვის ნიმუშებიც გადაიგზავნა. ბევრ სხვა პირობასთან ერთად სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა ქვეყანაში ევროპული ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. სტუმრებთან ერთად დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ჩვენი სტუმრები დღეს არიან სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს მოადგილე ბატონი თენგიზ კალანდაძე და ასევე ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ბატონი ვახტანგ კობალაძე. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ბატონი თენგიზ, პირველ რიგში დავიწყოთ აი იმ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით და რა ახალი მექანიზმები ინერგება აი ამ შეთანხმების შედეგად. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ამ საკითხით დაინტერესდით და აკეთებთ გადაცემას. რაც შეეხება პარაფირებულ დოკუმენტს, ეს დოკუმენტი გახლავთ საშინაო დავალება, სურსათის უვნებლობის კუთხით. საშინაო დავალება ნიშნავს იმას, რომ ჩვენსა და საქართველოსა და ევროკავშირის შორის მოხდა შეთანხმება, რომ ჩვენ უნდა შევასრულოთ გარკვეული მოთხოვნები, გარკვეული სტანდარტები, ევროპული სტანდარტები თავისთავად ცხადია და უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ქართული კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან სურსათის უვნებლობის კუთხით. ამისათვის მთავრობის განკარგულებით 17-56 განკარგულება არის ესეთი, გაწერილი არის საკანონმდებლო მიახლოების პროგრამა, სადაც სათითაო წლების მიხედვით 2020 წლამდე და კვარტლების მიხედვით გაწერილია თუ რომელი ევრორეგულაციები და დირექტივები უნდა იქნას ჰარმონიზებული და შესაბამისობაში მოყვანილი
როგორც ქართული კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან. ხო, პრინციპში ამით გავიცით კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს პასუხი, თუ რატომ ვერ ხერხდებოდა ეს ამდენი ხნის განმავლობაში, ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი, რომელიც წლების განმავლობაში უნდა კეთდებოდეს. რაც შეეხება შემდეგ საკითხს, ბატონო ვახტანგ, ევროკავშირის მიდგომა, რომ საკვები სურსათ ზოგადად მოწმდებოდეს წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. რა მდგომარეობა ამ მხრივ საქართველოში? რა თქმა უნდა, მოწმდება წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, უბრალოდ არის სხვადასხვა პრობლემები ამასთან დაკავშირებით. ერთი პრობლემა იყო უკვე ნახსენებით თქვენ სიუჟეტში, ლაბორატორიების შესაძლებლობები, ანუ არის ბევრი სხვადასხვა მაჩვენებელი, რაზეც ვერ მოწმდება სამწუხაროდ, იმიტომ რომ ლაბორატორიებს არ აქვს შესაძლებლობა ელემენტარულად რომ შეამოწმონ. ამას კიდე ცალკე მიზეზები აქვს, ამაზე შეგვიძლია კიდევ ვისაუბროთ. აუცილებლად დაუბრუნდეთ. არის კიდევ პრობლემა მეორე იმის შემოწმების მასშტაბების პრობლემა. საკმაოდ მცირე რაოდენობის საწარმო მოწმდება და საკმაოდ მცირე რაოდენობის პროდუქტი მოწმდება უშუალოდ. და მინდა დაუბრუნდე თქვენს წინა კითხვას, წინა საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დროში გაწელილია ეს პროცესი და ამას წლები ჭირდება, ნახსენები ბატონმა თენგიზმა ახსენა 2020 წლამდე ეს პროგრამა გრძელდება, სამწუხაროდ ძალიან ბევრი დრო დაიკარგა. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს პრიორიტეტი ზოგადად არ იყო სურსათის უნებლობა და აქედან გამომდინარე ძალიან შენელებული ტემპებით მიმდინარეობდა პროცესი, იყო წლები, როცა საერთოდ იყო გაჩერებული კონტროლი. ხოლო ბოლოს სამწუხაროდ 2012-2013 წლებშიც კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოების კუთხითაც საცანოდო პროგრესს ვერ ხედავთ და ის გეგმა, რომელიც არის მიღებული, სამწუხაროდ არ სრულდება დიდწილად. ასე რომ ეს პრობლემაა. თქვენ რამდენიმე პრობლემას შეეხეთ, რომელიც ბატონ თენგიზთან ერთად უნდა განვიხილოთ. არის პრობლემები კადრებთან დაკავშირებით, ადამიანური რესურსების სიმცირე, ასევე ლაბორატორიებთან დაკავშირებით. ბატონმა ვახტანგმა თქვა, აი კონკრეტულად როგორც ვიცი, რამდენიმე დაამატეთ არაერთი შტატი და კიდევ უფრო მასობრივი გახდება ეს შემოწმებები. კი ბატონო, ანუ რაც შეეხება შანშანდელ შემოწმებას, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა წინა წლების შემოწმებისაგან, წინა წლების 3 წლის ერთად აღებული რაოდენობა შემოწმდა მხოლოდ შანშან 1 წლის განმავლობაში. ეს იყო დაახლოებით 2000-მდე საწარმო. მე შემოწმებას გულისხმობ თვითონ საწარმოთა ინსპექტირებას, ანუ ორი სახის შემოწმება არსებობს, ეს არის წარმოებების ინსპექტირება, მათი სანიტარული ჰიგიენური მდგომარეობის შეფასება და მეორე სახის ეს არის მონიტორინგი, რომელსაც ჩვენ მონიტორინგს ვეძახით, ეს არის საცალო ქსელში, მაღაზიებში მზა პროდუქციის შესყიდვა და მისი ლაბორატორიული კვლევა. ინსპექტირება ჩატარდა დაახლოებით 2000-მდე, ძალიან მაღალი შედეგი და მთლიანად გამომდინარეობდა ჩვენი ადამიანური რესურსებიდან. ანუ ის ინსპექტორები, ის რაოდენობა ინსპექტორებისა, რომელიც ჩვენ ყავს სამსახურში, ისინი იყვნენ მაქსიმალურად დატვირთული და მთელი საქართველოს მასშტაბით ახდენდნენ ამ ინსპექტირებას. რაც შეეხება წელს მართლაც სერიოზული გარღვევა იყო, მთავრობამ დაამტკიცა ახალი საშტატო განრიგი ჩვენთან და დაახლოებით დაგვემატა 3 მიმართულებით, როგორც სურსათის, ასევე ვეტერინარისა და მცენარეთა დაცვის კუთხით 190-მდე ახალი შტატი და ეხლა ამჯერად მიმდინარეობს ჩვენთან უკვე განაცხადების მიღება და კონკურსის სახით ნელ-ნელა ავიყვან ჩვენ ახალ თანამშრომლებს საქართველოს ყველა რაიონსა და რეგიონში. რაც შეეხება ლაბორატორიებს. რაც შეეხება ლაბორატორიებს, ჩვენ თანამშრომლობთ ამ 5-6 წლის განმავლობაში კერძო ლაბორატორიებთან, ანუ სახელმწიფო ლაბორატორია სურსათის კუთხით არ არსებობდა დღემდე და ჩვენ მქონდა გამოყოფილი გარკვეული თანხა, რომელსაც ვაცხადებთ ტენდერს, დაახლოებით შარშანი იყო 200.000-მდე ეს თანხა და ამ ტენდერის პირობებში სხვადასხვა ლაბორატორიები იმარჯვებდნენ სხვადასხვა სურსათის კვლევებში და ვიკვლევთ ჩვენ ყველა სახის სურსათს, ხორცს პროდუქტებს, რძის პროდუქტებს, ბავშვთაკვებას, ხილბოსნეულს, პესტიციდებზე ანალიზებს და ასე შემდეგ. წელს ახაც სერიოზული გარღვევა მინდა გითხრა და შედარება გავაკეთო ამ ციფრების, ანუ შარშან თუ იყო 200.000, წელს დაახლოებით ეს არის 900.000, ანუ ეს სერიოზული თანხა და ძალიან გაცილებით მეტი რაოდენობის ანალიზების ჩატარების საშუალება გვექნება ჩვენ ანალიზებს ვატარებთ როგორც ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე, ასევე იმპორტირებულ პროდუქციაზე. თუმცა მინდა დავეთანხმო, რომ აქაც პრობლემა არის პრობლემა, იმიტომ რომ ლაბორატორიები არ აკეთებენ არარენტაბელურ
ანალიზებს, ანუ თუ არ არის მომგებიანი, ისინი არ ითვისებენ ამ მეთოდებს და არის ისეთი ანალიზები, რასაც ითხოვს ევროპა, სრულყოფილი ანალიზები, ეს არის პრეპარატების კვლევა, ჰორმონალური პრეპარატები, ანტიბიოტიკები, ამებზე კვლევა ჯერჯერობით ჩვენ ლაბორატორიების მიერ, ანუ იმ კერძო ლაბორატორიების მიერ არ ტარდება, თუმცა ჩვენ აი ამ თანხით, რაც გაგვაჩნია, რაზეც ტენდერი უნდა გამოვაცხადოთ, გავაჩინეთ мотивация ამ ლაბორატორიებში და არის იმედი, რომ ეს ჩვენი კერძო ლაბორატორიები აითვისებენ ამ ახალ ანალიზებს. კიდევ არის ერთი კარგი სიახლე, მინდა გითხრათ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებობდა ვეტერინარული ლაბორატორია, რომელიც ვეტერინარულ დაავადებებზე ატარებდა კვლევებს, გაფართოვდა ეს ლაბორატორია და მათ აითვისეს რამდენიმე ანალიზი სწორედ სურსათის უნებლობის კუთხით, სადაც უკვე დონორებიც არის ჩართული და არის დიდი პერსპექტივები, რომ სწორედ ეს რთული ანალიზები შესაძლებელია იქ იყოს ათვისებული. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ძალიან კარგია რომ დადებითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა ამ საკითხში. ბატონო ვახტანგ, როგორ არის ჩართული ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, უშუალოდ თქვენი ფონდი ამ სურსათის უნებლობის საქმეში? ჩვენი ფონდი წლების განმავლობაში ახდენს გარკვეულ ადვოკატირებას იმასთან დაკავშირებით, რომ კანონები გაუმჯობესდეს, ნორმატიული ბაზა გაუმჯობესდეს პირველ რიგში იმისათვის, რომ ჩვენი მომხმარებლის უფლებები, ადგილობრივი მომხმარებლის უფლებები იყოს დაცული და რა თქმა უნდა ეს გაუმჯობესება იმას გულისხმობს, რომ ევროპულ სტანდარტებთან უფრო მიახლოებული იყოს ჩვენი ნორმატიული ბაზა. გარდა ამისა, ჩვენ ვახდენთ ბაზრის მონიტორინგს სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციების მეშვეობით. ქალბატონ ილია საუბრობდა სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრიდან, ის წლების განმავლობაში არის ჩვენი პარტნიორი და ასევე საქართველოს 4 რეგიონში დაგეგმილი გვაქვს მსგავსი მცირე ცენტრების მომხმარებელთა დახმარების ცენტრების შექმნა, რომლებსაც ექნებათ იმის საშუალება, რომ პროდუქციის ლაბორატორიული შემოწმება მოახდინონ და მომხმარებლებს გაუწიონ სხვადასხვა სახის კონსულტაცია. გარდა ამისა, ჩვენ ცოტა ხნის წინათ გავხსენით მომხმარებელთა იურიდიული დახმარების ცენტრი, რომელიც ითვალისწინებს ყველა სახის იურიდიულ დახმარებას, კონსულტაციას, საადვოკატო მომსახურებას, ასევე იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც დაზარავდნენ და სურთ ზიანის ანაზღაურება. გასაგებია, თქვენ კითხავთ აქვე, რით გვეხმარება ევროკავშირი, რამდენადაც ვიცი, ეს არის როგორც ფულადი სახსრები, ასევე ტექნიკა და ასე შემდეგ. უფრო კონკრეტულად რომ ვამბობთ ჩვენს ტელემაყურებელს, რა დახმარებაზეა საუბარი? ესე იგი, ყველაფერი ეს რაც მე ვისაუბრე, ამჟამად ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს უკვე ერთი წელია ევროკავშირი სწორედ ამ კუთხით ეხმარება და 30 თვიანი პროექტია ახლა, რომელიც ხორციელდება და ეს მომხმარებელთა დახმარების ცენტრები, იურიდიული დახმარება, საადვოკატო მომსახურება, ეს ყველაფერი ევროკავშირის სახსრებით არის უზრუნველყოფილი. ზოგადად ევროკავშირი დაინტერესებულია იმით, რომ საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად იყვნენ ჩართული ხელისუფლებასთან დიალოგში და ამ რეფორმების პროცესს შეუწყონ ხელი. გარდა ამისა, ევროკავშირი ეხმარება ასევე სახელმწიფოს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ამაზე ალბათ ბატონი თენგიზი ჩემზე უკეთ ისაუბრებს. თუმცა სანამ ამ თემაზე დავიწყებთ საუბარს, კიდევ ერთ თემას უნდა შევეხოთ, რომელიც არის ძალიან საინტერესო და ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე კადრის მიღმა, როგორია ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება ამ სფეროში და რამდენად განსხვავდება ჩვენი მუშაობის პრინციპი და ჩვენი შემოწმების პრინციპი მათგან. პრინციპი ვცდილობთ ჩვენ უკვე ევროპული დავნერგოთ ეს ბოლო 2-3 წლის განმავლობაში და ევროპული შემოწმების სურსათისუნებლობის პრინციპი გახლავთ დაფუძნებული რისკის ანალიზზე და რისკის შეფასებაზე და ამის ელემენტები გაჩნდა სწორედ ჩვენთან. რა თქმა უნდა, მე მყარად დასაბუთებულად ვერ ვიტყვი, რომ რისკის ანალიზს ვაკეთებთ, ეს საკმაოდ რთული და მეცნიერული შრომა გახლავთ, ხოლო რისკის ანალიზის საფუძველზე უნდა ხდებოდეს ყველა სახის შემოწმება და როგორც მე მაქვს ინფორმაცია, სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე შტატით გათვალისწინებული არის სამეცნიერო ცენტრის შექმნა, სადაც სწორედ მოიაზრება ეს ერთ-ერთი განყოფილება, სადაც იქნება ჯგუფი, რომელიც გააკეთებს ევროპული ტიპის მსგავსი რისკის ანალიზს სურსათისუნებლობის კონტროლის კუთხით და მოგცევს ჩვენ მითითებებს, თუ როგორ უნდა აღვასრულოთ ეს. ამ პრინციპზე ჩვენ გადავდივართ ნელ-ნელა. მეტნაკლებად ამოვწურეთ